გავიზარდე. უბრალოდ ბოლო 26 წელია აქ ვარ და ეს არაფერს არ ცulis. მე მინდა ეხლა მთავრობის ყველა წევრს ვიმართო. რომ შემოიყვანეთ. ისინი ევროპაში რომ ნავებით შედიან და შეფრთხევითი ხალხი, ესე იგი გუბედურებით, არა, ყველა არის მიზნობრივად შემოყვანილი. ეხლა ერთ თემას წამოვწევ მე. ეს არაბი ახალგაზრდები, რომლებსაც არც სიმაღლე აკლიათ, არც კონფიგურაცია სხეულისა და ასე შემდეგ. თუ იცით თბილისში ნარკოტიკების გასაღების რაც სქემა არსებობს, მე გეუბნებით, იმიტომ რომ მე არ მქონია სასათბურე ცხოვრება ბავშვობაში და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს მაქვს ნანახი თუ რა ვბეთ. თუ იცით თქვენ რომ როგორია მანქანებიდან გაყიდვის სქემა, სამკაციანი ჯგუფები მანქანაში გეუბნებით, ჩემი დაკვირვებიდან გეუბნებით და თქვენ ხელისუფლება ვერაფერს დააკვირდი. სათვალთვალო კამერებით სულ ფეხებზე ყიდიან. მის ფებით ყიდიან პირდაპირ. იცით მასშტაბები რეალური როგორია? მართალია მარტო არაბები არ ყიდიან, სხვებიც გვარიანად ყიდიან. რით არის გადაქცეული, რად არის გადაქცეული ეს ქვეყანა? ეს ქალაქი კერძოდ ქართული ღირსების შეურაცხყოფელი ბორდელები რაც მიაღწიეთ თბილისი აქციეთ არაბული ქვეყნებისა და აფრიკის ქვეყნების სექს ტურიზმის ცენტრად, ნარკოტიკების ცენტრად, აქციეთ კაზინოების ცენტრად, სადაც ცალკე უბედურებები ხდება. სახელმწიფოში ააგეთ და თქვენ გინდა თქვათ რომ ესე იგი სადღაც მიდიხართ არა პროგრესისკენ და ქართული ხალხის მომავალზე ფიქრობ. ამიტომ მიწების გაყიდვა და ეს უბედურება პროექტებისა ერთი უბედურება, მეორე უბედურება არის შიგნიდან გამოძაბუნება და დაცემა იმ ახალგაზრდებიცას, რომელთა რაოდენობა ნარკოტიკებს დაქვემდებარებული 200,000-ზე მეტია ოფიციალურად რეგისტრირებული, თორემ რეალური მასშტაბები გაცილებით სხვა არის. ამიტომ თქვენს კისერზეა და ამას აუცილებლად გაგახსენებთ. ჩვენ რომ თქვენ შემოიყვანეთ ხალხი და მიეცით მთელი ქალაქი იმისთვის რომ მათ ნარკოტიკები ასაღონ და შეასრულონ ის დამანგრეველი მისია, რა მისიაც თქვენ დააკისრეთ მათ ქართული ხალხის წინააღმდეგ.